მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ცივომზე. თუ მოგეწონებათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. მადლობა ყურადღებისთვის. ახლა კი დავიწყოთ ვიდეო. მეორე მსოფლიო ომის დასრულებას წესით დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა უნდა მოეტანა, მაგრამ ასე ნამდვილად არ მოხდა. 1945 წელს, როცა ევროპის ქალაქები ჯერ კიდევ ნანგრევებში იყო და მილიონობით ადამიანი ომის ტრაუმებს იშუშებდა, პლანეტა უცებ სრულიად ახალ კიდევ უფრო მასშტაბურ და ხანგრძლივ დაპირისპირებაში ჩაება. დღევანდელ მიმოხილვაში ჩვენ დეტალურად გავაანალიზებთ ცივ ომს. ეს იყო 45 წლიანი მართლაც მონუმენტური იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური ბრძოლა, რომელმაც პლანეტა ორ ნაწილად გაყო და კაცობრიობა არ ვაჭარბე პირდაპირ ბირთვული უბსკრუნის ზღვარზე მიიყვანა. მოდით, სწრაფად გადავავლოთ თვალი ჩვენს დღევანდელ გეგმას. ჯერ ვისაუბრებთ იდეოლოგიურ კონფრონტაციაზე, შემდეგ განვიხილავთ ევროპის გაყოფას, ომებსა და კოსმოსურ ბოლას. რა თქმა უნდა, შევეხებით კუბის სარაკეტო კრიზისს, საბჭოთა კავშირის დაშლას და ბოლოს შევაჯამებთ ახალ მსოფლიო წესრიგს. დავიწყოთ პირველი ნაწილით, იდეოლოგიური კონფრონტაცია. ანუ ის თუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. მოდით შევადაროთ. ერთ მხარეს გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატები თავისი კაპიტალიზმითა და დემოკრატიით. ეს ნიშნავს კერძო საკუთრებას, თავისუფალ ბაზარს და ინდივიდუალურ თავისუფლებებს. მეორე მხარეს კი არის საბჭოთა კავშირის სოციალისტური და ტოტალიტარული კომუნისტური სისტემით, სადაც სახელმწიფო აკონტროლებს ეკონომიკას, ქონებას და ზოგადად ადამიანების ცხოვრების აბსოლუტურად ყველა ასპექტს. ასე რომ ეს არ იყო უბრალოდ ბრძოლა ტერიტორიებისთვის ან რესურსებისთვის. ეს გახდათ გლობალური მასშტაბის შეჯიბრი იმის დასამტკიცებლად, თუ რომელი სისტემა განსაზღვრავდა კაცობრიობის მომავალს. წარმოიდგინეთ ვითარება. მეორე მსოფლიო ომი ახალი დამტავრებულია. ორმა გამარჯვებულმა ზესახელმწიფომ, რომლებსაც აქამდე საერთო მტერი აერთიანებდა, უცებ გააცნობიერა, რომ მათი ხედვა მსოფლიოს მომავალზე აბსოლუტურად შეუთავსებელია. სხვათა შორის, ტერმინი ცივი ომი ფართო მასებისთვის 1945 წელს მწერალმა ჯორჯ ორუელმა გახადა ცნობილი. რას ნიშნავდა ეს? ეს იყო უკიდურესი პოლიტიკური და იდეოლოგიური დაძაბულობა. ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს პირდაპირ ბრძოლის ველზე არასდროს დასხმიან და იცით რატომ? ორივეს ბირთვული იარაღი ჰქონდა. პირდაპირი კონფლიქტი ნიშნავდა ურთიერთო გარანტირებულ განადგურებას, სადაც გამარჯვებული უბრალოდ აღარ იარსებებდა. ამიტომ ეს ეგზისტენციალური ბრძოლა მიმდინარეობდა ეკონომიკური სანქციებით, პროპაგანდით, ჯაშუშობითა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე ეგრეთ წოდებული პროქსი, ანუ მარიონეტული ომებით. გადავიდეთ მეორე ნაწილზე. ევროპის გაყოფა, ანუ როგორ ჩამოეშვა კონტინენტზე რკინის ფარდა. ევროპის შუაგულში მკაცრი ფიზიკური და პოლიტიკური საზღვრები გაივლო. აი ეს სიტყვები კი ნამდვილი ისტორიული ეპიცენტრია. 1946 წელს უინსტონ ჩერჩილმა ზუსტად მიზანში გაარტყა, როცა თქვა, რომ ევროპაზე რკინის ფარდა დაეშვა. ჩვენი წყაროები მიუთითებენ, რომ სტალინმა ეს აღიქვა არა უბრალოდ ლამაზ მეტაფორად, არამედ საბჭოთა კავშირზე ომის გამოცხადებად. ამან კი დაძაბულობა პიკს მიაღწევინა. ეს თეორიული და აბსტრაქტული განხეთქილება წარმოუდგენელი სისწრაფით გადაიზარდა სრულიად ფიზიკურ რეალობაში. 1945 წელს ომი მთავრდება და სულ რაღაც ერთ წელიწადში მოკავშირეები უკვე მტრები არიან. მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. 1946 წელს ფულტონის სიტყვა, 1948 წელს ბერლინის ბლოკადა და 1959 წელს უკვე ნატოს ჩამოყალიბება. დასავლეთი, რა თქმა უნდა, უმოქმედოდ არ დარჩენილა. აშიის პრეზიდენტმა ხარი ტრუმენმა წამოიწყო ეგრეთ წოდებული შეკავების დოქტრინა, რომ კომუნიზმი მეტად აღარ გავრცელებულიყო. მან კონგრესს 400 მილიონი დოლარი გამოაყოფინა მხოლოდ საბერძნეთისა და თურქეთისთვის. ამას მოჰყვა გრანდიოზული მარშალის გეგმა, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია დასავლეთ ევროპის ასაღურძინებლად. მეორე მხრივ, იოსებ სტალინმა სასტიკი უარი თქვა ამ ფულზე. სატელიტ ქვეყნებსა საუგრძალა დახმარების მიღება და საპასუხოდ შექმნა კომეკონი. ასე რომ ევროპა ახლა უკვე ეკონომიკურადაც შუაზე გაიყო. დაი დავფიქრდეთ ამ რიცხვზე. 1.5 მილიონი ტონა. 1948 წელს სტალინმა დასავლეთ ბერლინის სრულ ალყაში მოაქცია. 2 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილისა და სიცივის პირისპირ დარჩა. მიზანი ქალაქის დაჩოქება იყო, მაგრამ იცით რა გააკეთეს ამერიკელებმა და ბრიტანელებმა? მათ დაუჯერებელი საჰაერო ხიდი შექმნეს. თითქმის 1 წელი ყოველ რამდენიმე წუთში ერთი თვითმფრინავი ჯდებოდა ბერლინში. 200,000 ფრენის შედეგად ქალაქს 1.5 მილიონი ტონა საკვები და ქვანახშირი მიაწოდეს. ეს იყო ლოჯისტიკური სასწაული, რამაც საბჭოთა კავშირი აიძულა ბლოკადა მოეხსნა. ეკონომიკური დაყოფის მერე უკვე სამხედრო დაყოფის დროს მოვიდა. 1959 წელს აშის ლიდერობით შეიქმნა ნატო, რომლის მთავარი პრინციპი დღესაც უცვლელია. თავდასხმა ერთზე ნიშნავს თავდასხმას ყველაზე. საპასუხოდ მას შემდეგ, რაც დასავლეთ გერმანიაც შეუერთდა ნატოს, საბჭოთა კავშირმა 1955 წელს ვარშავის პაქტი შექმნა. ამით პლანეტა ოფიციალურად ორ სამხედრო ბანაკად გაიყო, სადაც მილიონობით ჯარისკაცი ერთმანეთის პირისპირ იდგა. მესამე ნაწილი. ომები და კოსმოსური რბოლა. დაძაბულობა ევროპას გასცდა.
რადგან ბირთვული იარაღი პირდაპირ ომს შეუძლებელს ხდიდა, ბრძოლა მესამე სამყაროს ქვეყნებში გადაინაცვლა. 1950 წელს დაიწყო კორეის ომი. ჩრდილოეთს SSRK და ჩინეთი ეხმარებოდა, სამხრეთს ASH. 3 წლის და უამრავი მსხვერპლის შემდეგ ქვეყანა 38 პარალელზე გაიყო. მერე იყო ვიეტნამი, ამერიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ომი, რომელიც კომუნისტების გამარჯვებით დასრულდა. და რა თქმა უნდა ავღანეთი. 1979 წელს დაწყებული ომი თავად საბჭოთა კავშირისთვის იქცა ნამდვილ ჭაობად. პარტიზანებმა, რომლებსაც ამერიკა აფინანსებდა, საბჭოთა რესურსების სრულად ამოწურეს. წარმოიდგინეთ, რამდენი მილიონი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა ამ იდეოლოგიურ თამაშებში. ამ ომების პარალელურად მიდიოდა წარმოუდგენელი ტექნოლოგიური და ჯაშუშური დაპირისპირება. 1957 წელს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში პირველი თანამგზავრი სპუტნიკი გაუშვა. ამ ამბავმა ამერიკაში ნამდვილი შოკი გამოიწვია, რადგან მიხვდნენ, რომ საბჭოთა რაკეტებს უკვე ASH-მდე მოღწევად შეეძლოთ. ამერიკამ საპასუხოდ სასწრაფოდ შექმნა NASA. 1961 წელს იური გაგარინის გაფრენაც საბჭოთა მეცნიერების უდიდესი ტრიუმფი იყო. თუმცა დედამიწაზე ყველაფერი ასე ლამაზად არ იყო. 1960 წელს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სადაზვერვო თვითმფრინავი UOS თუ ვერ ჩამოაგდეს. ამან ისეთი სკანდალი გამოიწვია, რომ პრეზიდენტ ეიზენჰაუერისა და ნიკიტა ხრუშჩოვის დაგეგმილი პარიზის სამიტი პირდაპირ ჩაიშალა. 1961 წელს კი ამ დაძაბულობამ თავისი ყველაზე მახინჯი ფიზიკური ფორმა მიიღო. ღამით მოულოდნელად აშენდა ბერლინის კედელი. ოღონდ იცით, ეს არ ყოფილა თავდაცვითი ნაგებობა მტრისგან დასაცავად. ეს იყო ბეტონის სასტიკი ბარიერი, რომელიც კომუნისტებმა თავისივე მოსახლეობის შეშაჩერებლად ააშენეს. მანამდე ხომ თითქმის 3 მილიონი ადამიანი უკვე გაიქცა დასავლეთში. ამ კედელმა ოჯახები დააშორა და 10 წლეულების განმავლობაში ჩაგვრისა და ტყვეობის მთავარ სიმბოლოდ იქცა. მეოთხე ნაწილი კუბის სარაკეტო კრიზისი. მომენტი, როცა სამყარო ყველაზე ახლოს იყო დასასრულთან. შეძლებდა კი სამყარო ბირთვული ომის თავიდან აცილებას. 1962 წლის ოქტომბერში ეს კითხვა მართლაც თითოეული ადამიანის გონებაში ტრიალებდა. და მერწმუნეთ, ჩვენ აქ რაღაც შორეულ, აბსტრაქტულ საფრთხეზე არ ვსაუბრობთ. ბირთვული აპოკალიფსი სიტყვასიტყვით რამდენიმე ღილაკზე ხელის დაჭერამდე იყო მისული. ზუსტად 13 დღე. 13 დღის განმავლობაში მსოფლიოს სუნთქვა ჰქონდა შეკრული და პირდაპირ უფსკრულში იხედებოდა. 1962 წელს ამერიკულმა დაზვერვამ აღმოაჩინა, რომ ხრუშჩოვის ბრძანებით ფლორიდის სანაპიროდან სულ რაღაც 140 კილომეტრში კუბაზე საბჭოთა ბირთვული რაკეტები მონტაჟდებოდა. პრეზიდენტმა კენედიმ უარი თქვა პირდაპირ დარტყმაზე, რომ მესამე მსოფლიო ომი არ დაწყებულიყო და სანაცვლოდ კუბის საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა. კულისებში ურთულესი ნერვების მომშლელი მოლაპარაკებები მიდიოდა. საბოლოოდ დიპლომატიამ ბეწუზე გაიმარჯვა. SSRK-მ რაკეტები გაიტანა კუბიდან, ხოლო ASH-მა საიდუმლო თავისი რაკეტები თურქეთიდან გამოიყვანა. ამ კოშმარმა ლიდერებს დაანახა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის პირდაპირი ცხელი ხაზი აუცილებელი იყო. მეხუთე ნაწილი საბჭოთა კავშირის დაშლა, იმპერიის გარდაუვალი დასასრული. ამ თემაზე უფრო ცლად ვისაუბრებ სხვა ვიდეოში, რომელიც ჩემს არხზე დაიდება. ამიტომ გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი საინტერესო ვიდეოები. მადლობა ყურადღებისთვის. ეხლა კი გავაგრძელოთ ვიდეოს ყურება. კარიბის კრიზისის შემდეგ მომდევნო 10 წლეულები ეკონომიკური დაღლილობის წლები იყო. ლეონიდ ბრეჟნევის დროს გამალებულმა შეიარაღების რბოლამ საბჭოთა ეკონომიკა ფაქტობრივად დააცარიელა. კორუფცია მიმატა და სისტემა კოლაფსის პირას იყო. 1985 წელს სათავეში მოდის მიხეილ გორბაჩოვი და იწყებს ახალ პოლიტიკას, გლასნოსტს, ანუ საჯაროობას და პერესტროიკას, ეკონომიკურ გარდაქმნას. მას მომაკვდავი სისტემის გადარჩენა უნდოდა, მაგრამ რეალურად საპირისპირო შედეგი მიიღო. როცა ხალხმა 10 წლეულების მერე პირველად იგრძნო სიტყვის თავისუფლება, დაინახა რეჟიმის რეალური ლპობა. თავისუფლების გემომ და დაგროვილმა უკმაყოფილებამ იმპერიის დაშლა უკვე შეუქცევადი პროცესი გახადა. სწორედ ამ გარდამტეხ ფონზე 1987 წელს დასავლეთ ბერლინში ბრანდენბურგის კარიბჭესთან ASH-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა წარმოთქვა თავისი ისტორიული ფრაზა ბატონო გორბაჩოვ დაანგრიეთ ეს კედელი. ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური მოწოდება, ეს იყო პირდაპირი მორალური ულტიმატუმი და უძლიერესი სიგნალი, რომ ევროპის გაყობის ეპოქა დასასრულს უახლოვდებოდა. 10 წლეულების განმავლობაში მიმდინარე შეიარაღების რბოლამ საბჭოთა ეკონომიკა ფაქტობრივად გაანადგურა. 1985 წელს სათავეში მოდის მიხეილ გორბაჩოვი და იწყებს რეფორმებს, გლასნოსტს, ანუ საჯავოობას და პერესტროიკას. მას უბრალოდ სისტემის გადარჩენა უნდოდა, მაგრამ ამან პირიქით იმოქმედა. ხალხმა თავისუფლების გემო იგრძნო. 1989 წელს მშვიდობიანი რევოლუციების ტალღამ ბერლინის კედელი დარკინის ფარდა დაამხო და ბოლოს 1991 წელს მოვლენათა ლოგიკური გარდაუვალი დასასრული დადგა. საბჭოთა კავშირი დაიშალა. და ბამ, 1991 წელს ეს უზარმაზარი ორპოლუსიანი სისტემა უბრალოდ ქრება. აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური ბლოკი დაიმსხვრა. ნახევარსაუპუროვანი გლობალური ომი პირდაპირი სამხედრო შეტაკების გარეშე დასრულდა. ბიპოლარული სამყარო წარსულს ჩაბარდა და გლობალურ არენაზე ერთადერთზე სახელმწიფოდ ამერიკის შეერთებული შტატები დარჩა. და ბოლო ნაწილი. ახალი მსოფლიო წესრიგი.
წივი ომის შედეგები. კომუნისტური ბლოკის დაშლამ საბოლოოდ დაუსხა წერტილი ორპოლუსიან გლობალურ სისტემას, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე მართავდა პლანეტას. ევროპის პოლიტიკური რუკა ძირფესვიანად შეიცვალა. ათობით ყოფილი სათელიტი სახელმწიფო დამოუკიდებლად გახდა. დასრულდა იდეოლოგიური დიქტატი, შეიცვალა ალიანსების სტრუქტურა და ამერიკის შეერთებული შტატები დარჩა ერთადერთზე სახელმწიფოდ. სოფლიო ახალ თითქოს და უფრო თავისუფალ, მაგრამ სრულიად განსხვავებულ გეოპოლიტიკურ ეპოქაში შევიდა. თუმცა ხომ იცით, ისტორია უკვალოდ არასდროს ქრება. მოდით დავფიქრეთ ერთ რამეზე. როგორ აყალიბებს ცევი ომის აჩრდილები, ეს ღმა იდეოლოგიური ნაპრალები და აცლეობის წინ შექმნილი ალიანსები ჩვენს დღევანდელ თანამედროვე რეალობას? ეს ის კითხვაა, რომლის პასუხსაც თუ კარგად დავაკვირდებით, დღესაც ყოველდღიურად ვხედავთ ახალ ამბებში. ვიმედოვნებ დღევანდელი მიმოხილვა დაგეხმარებათ ამ ურთულესი ეპოქის უკეთ გააზრებაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.